29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ლიტურგია სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღავლინა. მსახურებაში წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა ღირსი მამის გაბრიელ აღსარებლისა და სალოსის ცხოვრება და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა და სრულიად საქართველო გაბრიელ ბერს შეავედრა. სახელითა მამისათა, იაზისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. დიდხარ შენ უფალო და საკვირველარიან საქმენი შენი. ღვთის წყალობა გამოვლინდება ამ ქვეყანად სხვადასხვა სახით. ეძლევა სხვადასხვა ადამიანს და ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ რატომ ეძლევა ეს წყალობა, ეს მადლი ამა თუ იმ ადამიანს. ერთი კი არის, რომ სულიერად მაღლა უნდა იდგეს ის ადამიანი, რომელსაც ეს ეძლევა. მამა გაბრიელი იყო განსაკუთრებული პიროვნება. იგი აკურთხა ეპისკოპოსმა ჩაჩანიძემ, გაბრიელ ჩაჩანიძემ. თავისი სახელი დაარქვა მამა გაბრიელს. ეპისკოპოსი გაბრიელ ჩაჩანიძე იყო ალავერდელი ეპისკოპოსი იმ დროს. და მამა გაბრიელმა გამოიჩინა რაღაც საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი და ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელი იყო ნაკურთხი იმ დროს და დაიწყო თავისი მოღვაწეობა იმ დროს, როცა იდევნებოდა ეკლესია, იდევნებოდა სასულიერო პირები. და ამ დროს მოურიდებლად ქადაგებდა მამა გაბრიელი და ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა სალოსობდა. სალოსი არის ავადმყოფი, სულელი, მაგრამ ეს მართლა სალოსი კი არ იყო, მართლა ავადმყოფი კი არ იყო. მიიღო ასეთი ჯვარი, ასეთი ტვირთი მიიღო თავის თავზე. და სალოსები ძალიან ხშირი შემთხვევა იყო, როცა ისეთ რაღაცას ამბობდნენ, ან აკეთებდნენ, რომელიც არ ესმოდა ხალხს. ზოგს ამხელდა, ზოგს აკებდა, ზოგს არიგებდა
მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და დღეს ჩვენ შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმოში. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ როცა კურთხევა მამა გაბრიელის არ მოგვაკლოს ჩვენ და საქართველოს. მამა გაბრიელი ღვთის სასופველშია, მაგრამ ამავე დროს მამა გაბრიელი გვეხმარება ჩვენ ყველას. წყალობა ღვთისა და როცა კურთხევა მამა გაბრიელისა იყოს თქვენზე და საქართველოზე. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელ ლოცვას მიგისა, ქრისტისა, მამისა, ჩვენისა, გაბრიელისა, შემეწიოთ თქვენ და საქართველოს. ამინ. ეს ჩვენ ლოცავთ შემდეგ გვერდებს. ხუთკარაძეები, ელიოზიშვილები, კუციები და კუციავები და დემეტრაშვილები. ღირთმა დაღლოცოთ, გადახაროთ და გაძლიეროთ და გადამეროთ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს ჩვენ ვაჯილდებით დედამოსა Elias, Tamshayabuli Juri, Axios, ქადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელზე სავედრებელი პარაკლისი აღავლინა, რის შემდეგაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები საკურთხეველში შეაბრძანეს. შემდეგ კი ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან მისთვის განკუთვნილ ახალ ლუსკუმაში ჩააბრძანეს, სადაც სიწმინდე სამუდამოდ დაივანებს და მრევლს მასთან მიახლების საშუალება ექნება. დღევანდელ დღეს მოხდა დიდი მოვლენა, სასიხარულო მოვლენა, წმინდა გაბრიელ ბერი აღსარებელი სალოსის წმინდა ნაწილები გადაბრძანებულია ახალ მარმარილოს ლუსკუმაში. მე მინდა გითხრათ, რომ გადაბრძანება და საერთოდ მისი წმინდა ნაწილებთან შეხება დიდი მადლია ნებისმიერი წმინდანის და მით უმეტეს წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილები შეიძლება ითქვას უიშვიათესი მოვლენაა, როდესაც ის არის აღმოყვანილი მიწიდან. მოგეხსენებათ, ქართული ტრადიციის მიხედვით საუკუნეების მანძილზე ქართული ეკლესია და ქართველი ერი არ კიდევდა ხელს წმინდანების საფლავს და ეს გამონაკლისი მოხდა წმინდა გაბრიელი ბერის შემთხვევაში და უდიდესი ნუგეშია ეს ჩვენთვის. მე მინდა გითხრათ, რომ აი აქ საფეხურებზე 25 წლის 23 წლის წინ აქ ვიჯექით და მან მითხრა, რომ საქართველო
დაიბრუნებს შვილო ძველ საზღვრებსო და მე შევეკითხე როგორ რომელ საზღვრებს და რას მეთქი და ტაოკლარჯეთსაც კი. ასე რომ ღმერთმა შეისმინოს წმინდა მამა გაბრიელის სიტყვები და წმინდა მამა გაბრიელის დალოცვა საქართველოს. ეს იყო მასაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მასაც შესანიშნავი ლუსკომა იქნა მომზადებული, გაკეთებული, ამას დიდი წვლილი მიუძღვის დელმოაზონ კირიონს, უნიას, რომელმაც აი მათაც დიდი სიყვარულით გაუკეთა ორგანიზება ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, რომ დღეიდან კიდევ უფრო მეტი სიხარულით მოილოცავენ ხოლმე ამ წმინდა ადგილს ადამიანები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მამა გაბრიელი კიდევ ძალიან ბევრ სიხარულს მიანიჭებს ჩვენ ერს, ბევრ სასწაულს მოაქცევს, შეეწევა ჩვენ ერს, დაიცავს და დაიფარებს. ყველას გილოცავს. დღევანდელი დღე საქართველოსთვის მრავლის მთქმელი და მრავლის ტევადია. მოვედი იმიტომ, რომ აი ამ ყველა ქართველის სიხარული, რაც თითოეულის თვალში არის გამოყრთობილი, ეს მე თვითონ რეალურად დავინახო და ისე წასულიყოს ამ მადლის წყალობით საქართველოს შემდგომი სულა, რომ აი ბედიის მონასტერში, ოშკში, ზარზმაში, ტაოკლარჯეთში აღვლინილიყოს წირვალოცვა. ეს არის უდიდესი სიხარული ქართველი ხალხისა, რომ მისი თანამედროვე წმინდანი ყავს მაცხოვრის წინაშე, ღვთისმშობლის წინაშე, რომელიც მეოხია ქართველი ხალხისათვის და ჩვენი სამღვდელოებისათვის.